მერსერჟინ ანუ უარყოფ სერჟს ამ ლოზუნგის ქვეშ 2018 წელს 42 წლის ახალბედა პოლიტიკოსმა, ყოფილმა ჟურნალისტმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ საზოგადოებასთან ერთად მოახერხა და ძველი პოსტსაბჭოთა კორუმპირებული რუსეთზე მიმული სომხეთის პოლიტიკური ელიტა შეცვალა. ხავერდოვანი რევოლუციიდან 8 წლის შემდეგ ცხადზე ცხადი გახდა, რომ 2018 წლის აპრილ-მაისის მოვლენები სომხური საზოგადოებისთვის და სომხეთის სახელმწიფოს განვითარებისთვის მართლაც გარდამტეხი და რევოლუციური აღმოჩნდა. დიდი ალბათობით მაშინ ვერც სომეხი ხალხი, ვერც მეზობელი სახელმწიფოები, ვერც ევროკავშირი, ვერც შეერთებული შტატები და რაც მთავარია რუსეთი ვერ წარმოიდგენდა, რომ დღეს სომხეთი ასეთ გეოპოლიტიკურ სიმაღლეზე ავიდოდა. არავის ეკონა, რომ ერევანი და ბაქო სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე იმუშავებდნენ. სომხეთის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი გახდებოდა. ერევანი და ლონდონი სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერდნენ ხელს. სომხეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტის საკვანძო სახელმწიფო იქნებოდა. სომხეთის პირველი პირი თურქეთის ლიდერს ხელს ჩამოართმევდა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი სულ სხვა ამპლუაში და რეგიონულ ტურნეში ერევანში ჩავიდოდნენ. ერევანი ევროპის პოლიტიკური საზოგადოების და შემდეგ სომხეთ-ევროკავშირის პირველი ისტორიული სამიტის Congratulations, it's very positive. მასპინძელი იქნებოდა. წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საფრანგეთი და სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას გააფორმებდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერის აკომპანიმენტით შარლ აზნავურს იმღერებდა და რაც მთავარია გიუმრიში ჩავიდოდა ქალაქში, სადაც 10 წლეულებია რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი არ გაიმართებოდა სომხეთის ლიდერები, რომ რუსეთის ხელში ყოფილიყვნენ. ეს ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომელიც ასე მარტივად გადმოსცემს ალბათ იმ გზას, რომელიც სომხეთმა 2018 წლიდან 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაიარა. მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. 9 მაისს ფაშინიანი ყასაბის მთავარ საკულტო ღონისძიებაზე არ ჩავიდა. 2 დღის წინ კი საერთოდ არ დაესწრო ევრაზიული კავშირის სამიტს. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი დიდი ხანია ცდილობს ფაშინიანის შესვლას, უფრო ზუსტად ჩამოგდებას, ერევან მოსკოვის ურთიერთობაში გადამწყვეტი და გარდამტეხი სომხეთში უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ვიზიტი აღმოჩნდა. 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუცია დასრულებული არ არის. გადამწყვეტი ბრძოლა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე გაიმართება. ფაშინიანს ღიად რუსული და პრორუსული დაჯგუფებები უპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინასწარი გამოკითხვით ფაშინიანის პარტია ლიდერობს, სომხურ საზოგადოებას გამოცდა ჩასაბარებელი აქვს. გაუძლო თუ არა მან რუსეთის ჰიბრიდულ ომს, რუსული სპეცსამსახურების თარეშს, ახალ დამუშავებულ ძველ რუსულ ბერკეტს, ეკონომიკურ ზეწოლას, გაზის გაძვირებას შეწყვეტას, ფიტოსანიტარულ ტერორს და რაც მთავარია არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ეს ის არჩევანი არ არის, რომელიც ივანიშვილის პიარშიკებმა ქართულ საზოგადოებას შეაჩეჩეს, რადგან ფაშინიანის შემთხვევაში დასავლური კურსი, ნამდვილი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, დემოკრატიული განვითარება მხოლოდ ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის ურდოსგან გათავისუფლებას ნიშნავს. სანამ რუსეთის სომხურ მატრიოშკაზე ფაშინიანის ჩამოგდების ძველ და ახალ გეგმაზე მოგიყვებით და ამ გეგმაში ივანიშვილის მოდელზე ვისაუბრებთ, მანამდე აუცილებლად თუ შემოგთავაზოთ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის ალე სიმონიანის დოიჩე ველესთვის მიცემული ინტერვიუდან ერთი ნაწყვეტი. სიმონიანი მარტივ გასაგებ ენაზე ხსნის, თუ რა გახდა თანამედროვე სომხეთის წარმატების მთავარი ფორმულა. Нас научило очень многому, и мы должны не повторять ошибки. ჩვენ წარსულით ვცხოვრობდით და ვცდილობდით წარსული დაგვებრუნებინა. არ ვცხოვრობდით და არ ვფიქრობდით მომავალზე. ჩვენი მომავალი შედგებოდა მონათხრობებიდან, წარმოდგენებიდან, ისტორიიდან, რომელიც წარსულში იყო. 90-იანების დასაწყისში გავხდით დამოუკიდებლები და პირველ დღეებში ვიხედებოდით ფანჯარაში ხან ერთ ხან მეორე მხარეს და ვოცნებობდით, რომ დამოუკიდებელი სომხეთი, რომელსაც არ აქვს საზღვრები, უნდა იყოს ორჯერ, სამჯერ მეტი, ცოტა გვერდით, ცოტა მარჯვნივ, ცოტა მარცხნივ. საქმე ის არის, რომ ყველა ეს საუბრები, პოლიტიკური პროგრამები შედგებოდა და ასეთი ხედვა იყო, რომ ეს ქვეყანა ესაზღვრები მუდმივი არ არის. დღეს შვალედური მომენტია, რომელიც ისტორიაში გაევლის და ჩვენ გვექნება ვარიანტი და დავუშვათ, დავიბრუნებთ მიწებს, რომელიც ოდესღაც 100 წლის წინ, 1000 წლის წინ ეკუთვნოდა სომხეთს და ასეთი ქვეყნის ძიებაში ჩვენ ვერ შევამჩნიეთ, რომ ლამის დავკარგეთ რეალური სომხეთი, რომელთან ერთად 1991 წელს გავხდით დამოუკიდებლები.
ჩემი აზრით პოლიტიკური სიმწიფე თუ არ გაქვს, თუ მართლა არ გიყვარს შენი სამშობლო სახელმწიფო, ასეთ განცხადებას ვერ გააკეთებ. მომავალზე ფიქრი, მომავლის აშენება და არა წარსული ცხოვრება, წარსული რომელიც ახლა კრემლის პროპაგანდის მთავარი იარაღია. წარსული ოღონდ დამახინჯებული გადაწერილი შეცვლილი და თავს მოხული როგორც იდენტობის და რწმენის დაცვა. ამ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუში ალენ სიმონიანმა ყარაბაღზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს იყო ხაფაგი დაგებული იმისთვის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი არასოდეს ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები და ეს საკითხი ყოველთვის ყოფილიყო ბერკეტი, მიხვდით ალბათ ვის ხელშიც. ყარაბაღის ფურცელი დახურულია, აცხადებს სიმონიანი. ალბათ მიხვდით რამხელა სხვაობა ალენ სიმონიანსა და ცოცხალ შეფეს შორის, მაგრამ ახლა ამაზე საუბრისგან არ დაგხვდით. ისედაც გასაგებია, სად ვართ ჩვენ და სად არის სომხეთი. უკეთესი დემონსტრირებისთვის კი ალენ სიმონიანის კიდევ ერთი განცხადება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სომხეთი პროვინციად გადაიქცეს. ჩვენ არ ვიქნებით ისე მართულნი, როგორც ბელარუსი იმართება. რა თქვა ტყუილი, ის რომ სომხეთი ახლა სწორ გზაზე დგას, თუ თავს არ იშტერებ, მარტივი მისახოდია კრემლის პროპაგანდისტების ხავილის მიხედვით. უკრაინასთან გარანტირებული მარცხის ფონზე კრემლის პროპაგანდამ თითქოს და უკანა პლანზე გადაწია ზელენსკის ლანძღვა. ახლა კოლექტიური სიმონინებისთვის ნაციკი და კოკაინშიკი ფაშინიანია. მცირე ამონარიდი რუსული პროპაგანდიდან უკეთესად აღქმისთვის თარგმანის გარეშე. То есть человек уже публично выходит не просто под наркотой. Дорогой Зеленского. Ну, слушайте, люди, граждане Армении, я не гражданка Армении, слава тебе, Господи, но граждане Армении, но если вы его не снесете, ну, я даже не знаю, это что, повальное какое-то грибоедение, есть больше, что ли, нечего? ალენ სიმონიანი და მარგო სიმონიანი. ისი აქვე ერთი კითხვა მინდა დავსვა. საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ევროპული განვითარებისთვის, ასე მუხჩაუხლად რომ შრომობს ივანიშვილი და მისი ზექართული, ზეთანამედროვე დემოკრატიული სუპერ ევროპული პარტია, რატომ ერთხელ ვერ მოხვდა კრემლის პროპაგანდისტების ყბაში? ალბათ მოსკოვში ქართული არ იციან. ფაშინიანის ეს ყველასგან განსხვავებული წინასაარჩევნო კამპანია ალბათ წლების შემდეგ ახავე თუ არა ცალკე შესწავლის საგანია. მან გუნდთან ერთად სომხურ საზოგადოებას თვისობრივად ახალი ურთიერთობა შესთავაზა. ფაშინიანმა, რომელიც კლასიკურ პოლიტიკურ ელიტას არ ეკუთვნის, მოქალაქეებს მარტივად უთხრა დარჩენა, რომ ის მათი წიაღიდან არის. არ იყურება მხოლოდ კაბინეტიდან ან დაბურულ მინიანი ავტომანქანიდან, არ ზის მხოლოდ ტელეეთერებში. თუ რამე ახლა ნამდვილი კარდაკარი, ეს ფაშინიანის საარჩევნო კამპანია. ის ფაქტობრივად პირველი სომხი პოლიტიკოსია, რომელიც წინასწარ აანონსებს შეხვედრის ადგილს და საათსაც კი მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მას მოწინააღმდეგე დახვდება და ასე შემდეგ. რუსული სპეცსამსახურების აგენტურული ქსელი და მატრიოშკა. უგრინეთის არჩევნებზე არც თუ ისე მოულოდნელი მარცხის შემდეგ კრემლის მთელი რესურსი ახალ სომხეთის არჩევნებზეა გადართული. გამოცემა ინსაიდერმა ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინა, ვინ ხელმძღვანელობს პუტინის ადმინისტრაციიდან სომხეთის მიმართულებას, ვინ არიან მივლენილი ერევანში, SVR-დან, GRU-დან და FSB-დან. ფაშინიანის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიას კოორდინაციას უწევს ახალხან პუტინის ადმინისტრაციის შექმნილი სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის დირექტორატი, რომლის ხელმძღვანელი კოზაკი მოლდოვას არჩევნებში მარცხის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ის ცნობილი კირიოკოს პროტეჟემ ვადიმ ტიტომა ჩაანაცვლა. ის იმ ჯგუფში შედიოდა, რომელსაც ორმას არჩევნებზე ვერ უშველა, თუმცა მას სომხეთი მაინც ჩააბარეს. და აქ დღევანდელი თხრობისას რუსულ სპეცსამსახურების ნაწილში პირველად შემოდის საქართველო. სომხეთის მიმართულებას პუტინის აპარატიდან რეგიონთა შორისი სოციალურ-კულტურული ურთიერთობების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბარელი ჩერნიშოვი და მისი მოადგილე დიმიტრი ავანესოვი კურირებენ. ორივე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი 2013 წელს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის სამსახურის შემდეგ ჩერნოვის სამხედრო დაზერვაში გადაიყვანეს, სადაც ის ოფიცერთა მომზადების კურსზე დივერსიის საფუძვლებს ასწავლიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავდაპირველად ის სწორედ საქართველოს მიმართულებას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი სომხეთზე გადაამისამართეს. და ახლა უკვე მეორედ სომხეთში მოქმედი რუსული სპეცსამსახურების ქსელზე საუბრისას საქართველო ისევ შემოდის. ინსაიდერის ინფორმაციის მიხედვით, სომხეთში დეზინფორმაციის და პრორუსული განწყობების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაცია გორჩაკოვის ფონდია. ვისაც არ გახსოვთ გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს მედვედევის ბრძანებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა. ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. სწორედ გორჩაკოვის ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა 2013 წელს თბილისში პრიმაკოვის სახელობის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი ყოფილი დეპუტატი ლორდ კიფაინძე გახდა, რომელიც სულ ბოლოს ირანის საელჩოში ცნობილ სკანდალურ მიღებაზე გამოჩნდა ივანიშვილის დაცულ ყოფილ და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის მოქმედ უფროს ანზორ ჩუბინძესთან ერთად.
ლოთქიფანძე არ მალავს და არც არასოდეს დაუმალავს რუსეთთან ურთიერთობა. ის დღემდე თანამშრომლობს რუსეთთან. მას ქართულ-რუსულ უნივერსიტეტის გახსნაც კი უნდა, სადაც სწავლა უფასო იქნებოდა და მას რუსეთი დააფინანსებდა. ლოთქიფანძის თქმით, საქართველოს ნათელი მომავალი მხოლოდ რუსეთშია. რომ არ გადაგღალოთ ერთი ამბავი. 2023 წელს ლენინგრადის ოლქში გორჩაკოვის ფონდის ორგანიზებით ეგრეთ წოდებული ქართულ-რუსული დიალოგი გაიმართა, რომელსაც რა თქმა უნდა, ლოთქიფანძე ესწრებოდა. მასთან ერთად ამ ღონისძიებაზე იმყოფებოდა ქალბატონი თამარ კიკნაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროფესორი. ერთი შეხედვით მე რა რომ იყო არც რა რომ არა შემდეგი გარემოება. თამარ კიკნაძე 2021 წელს ინჯების ევროპული სოციალისტების პოლიტსაბჭოს წევრი იყო. ახლა კი ის PPS სოლიდარობა მშვიდობისათვის პოლიტსაბჭოს წევრია. ჩემი აზრით, ამ დიდი რუსული ქსელის წევრები არიან პარლამენტში, სხვადასხვა ორგანიზაციებში, პარტიებში, ექსპერტთა წრეებში და ასე შემდეგ. ბევრი რომ არ დაგალოთ, არ დაგეზაროთ და ამის შესახებ უყურეთ დროების YouTube გვერდზე ბოლო რუსს. კიდევ ერთი დეტალი. ქალბატონი კიკნაძე, რომელიც პროპაგანდის ხშირი სტუმარია სხვა ეგრეთ წოდებულ ექსპერტ კოლეგებთან ერთად და ძნელი გამოსაცდომი ალბათ არ არის, რაზე საუბრობს პროფესორი ამ ეთერებში, ხალხის ძალის ლიდერის, ცნობილი დიმიტრი ხუნდაძის სადოქტოროს ხელმძღვანელია. ბატონ დიმიტრის 2025 წლის 2 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაუცავს სადოქტორო დემოგრაფიული პოლიტიკა, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი. დაუბრუნდეთ ისევ სომხეთის არჩევნებს. ფაშინიანის წინააღმდეგ კამპანიაში სხვა სტრუქტურებთან ერთად რა თქმა უნდა ჩართულია ეგრეთ წოდებული რუსული სახლი, რომელიც აგენტურული საქმიანობის გამო კიევში, კიშინიოვსა და ბაქოში დიდი ხნის წინ დაიხურა. რუსული სახლი პასუხისმგებელია რუსეთის საელჩოს რბილი ძალის ხელშეწყობაზე. რუსული სახლი ფედერალური სააგენტო როსსატრუდნიჩესტოს დაქვემდებარებაშია. სააგენტოს ყოფილი უფროსი პუტინის რუსკი მირის კონცეფციის ავტორის საბჭოთა დაზვერვის პატრიარქის ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი პატარა ევგენი იგივე სანდრო პრიმაკოვი იყო. ახლა სააგენტოს რუსეთის ყოფილი პროკურორის ჩაიკას შვილი სანქცირებული იგორ ჩაიკა ხელმძღვანელობს. ინსაიდერის ინფორმაციით, სწორედ ჩაიკას კომპანიების მეშვეობით ხდებოდა მოლდოვას არჩევნებში პრორუსული ოპოზიციის დაფინანსება. აქ ნეტავ რამ გამახსენა პრორუსი დოდონის თბილისში სტუმრობა და ამანთა შეხვედრა. და ისევ საქართველოს 2025 წლის 3 აგვისტოს ბორჯომში საზაფხულო ბანაკში რუსი თანამემამულეების ბავშვებისთვის ორგანიზებული რუსული ენის ოლიმპიადის მონაწილეები ერევნის რუსული სახლის წარმომადგენელმა დააჯილდოვა. ამ ყველაფერს კი ორგანიზება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ გაუწია. ინსაიდერის ინფორმაციით ერევაში აგენტურული ქსელის წევრია რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი სომხეთში ალექსეი მიშლიავკინი, რომელიც სინამდვილეში საგარეო დაზვერვის სამსახურის რეზიდენტია. აგენტების მეშვეობით მიშლიავკინი ინფორმირებულია ფაშინიანის ყველა ნაბიჯზე და ისევ ჩვენ. ინფორმაციის თანახმად, ესვერის აკადემიის დამთავრების შემდეგ მიშლიავკინი საგარეო დაზვერვის შტაბ-ბინაში იმ დეპარტამენტში მსახურობდა, რომელიც არალეგალებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ჯაშუშობისთვის ამზადება. 2012 წლის საქართველოს არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც პუტინმა იკითხა არჩევნები თქვენთან როდის არის მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებულიო და მერე კი იცით რაც მოხდა, ახლა საჯაროთა თან ფაშინიანთა შეხვედრაზე ისე რომ სახელი არ დაუსახელებია, აღიარა თუ ვინ არის 7 ივნისის არჩევნებზე მისი ფავორიტი. პატიმრობაში მყოფი რუსი ოლიგარქი სამվել კარაპეტიანი. ფაშინიანი პუტინის 1 აპრილის შეხვედრის დიალოგის დეტალებით არ დაგღილით. სომხეთის ლიდერმა კრემლის დიქტატორს გასაგებ ენაზე უთხრა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე ვერც პრემიერ-მინისტრი გახდება, ვერც პარლამენტის თავმჯდომარე. სომხეთის ლიდერმა პუტინს ასევე მიანიშნა, რომ სომხეთში დემოკრატია და ინტერნეტი თავისუფალია. რუსი ოლიგარქი სამվել კარაპეტიანი ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებისა და ფულის გათათების ბრალდებით შიდა პატიმრობაშია. ის პოლიტიკაში ერთი შეხვედრით მოულოდნელად ჩაერთო. თანაც იმ დროს, როდესაც ფაშინიანი სომხეთის 60 ეკლესიის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა და საეკლესიო კანონიკის დარღვევების გარდა მაღალი ერქთა ნაწილი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხილა. კარაპეტიანი სწორედ ამ დროს გააქტიურდა ნაცნობი სცენარია ეკლესიის წმენის და იდენტობის დაცვა. კარაპეტიანმა ფული რა თქმა უნდა რუსეთში იშოვნა. მისი კომპანია ტაშირი პუტინის გაზპრომის ერთ-ერთი ძირითადი კონტრაქტორია. კომპანია მოსკოვის მსხვილი დეველოპერების ათეულშია. კარაპეტიანი ფორა ბანკის აქციების 71%-ის მფლობელია. ბანკი 2024 წლის ნოემბრიდან შეერთებული შტატების ხაზინის სანქციების სიაშია. კარაპეტიანის პარტიის სათავეში მისი ძმისშვილი დგას. კრემლმა მისი პოპულარიზება ბოლომდე ვერ მოასწრო. მედია ჰოლდინგის ტელეარხის და საარჩევნო პროგრამის შექმნა ფაქტობრივად განუხორციელებელი გეგმად დარჩა. საარჩევნო კამპანიას მხოლოდ რამდენიმე ლოზუნგი შემორჩა, რომ მოისმენთ შესაძლოა არა პირდაპირ კოპირებით, მაგრამ ვინმე საარჩევნო კამპანია გაგახსენდეთ.
მიუხედავად პუტინის ღია მხარდაჭერისა, კარაპეტიანი პრობლემური კანდიდატია. იანვარში მისი შვილი სერგს კარაპეტიანი დემოგრაფიის პრობლემის გადასაჭრელად სექსის სამინისტროს შექმნის იდეით გამოვიდა. ახლა უცებ რატომ გამახსენდა ამათი იდეები დემოგრაფიაზე არ ვიცი. ალბათ მიხვდით რა რეაქცია მოყვა ამ იდეას. კარაპეტიანის პრობლემურობა კრემლში აღიარეს და შესაბამისად არსებობს სათადარიგო ვარიანტი. მოძრაობა ერთიანობის ფრთები და მისი ლიდერი ყოფილი სახალხო დამცველი არმან ტოტოიანი. მის კამპანიაზე კრემლმა დაახლოებით 180 მილიონი რუბლი უკვე დახარდა, თუმცა მთავარი ამოცანა მისი რეიტინგი 10%-დან გაეზარდა, ჯერაც შეუსრულებელია. კიდევ ორი სათადარიგო ვარიანტი. ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის სომხეთის ალიანსი და მილიონიანი გაგիկ ცარუკიანის აყვავებული სომხეთი. არჩევნები და დარჩენილი ერთ კვირაში კრემლში ზუსტად იციან, რომ ერთ-ერთი მათი პარტია არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს. ამიტომ ახლა მთელი იმედები არჩევნების შემდეგ კოალიციაზე მყარდება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ 4 საარჩევნო ბარიერი გადალახა და ფაშინოვან მთავრობის დასამტკიცებლად საკმარისი ხმები ვერ მიიღო. ამასობაში გამოცემა კავკასიის ქრონიკებისთვის ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 2025 წელს პუტინის ადმინისტრაციის სპეცსამსახურის მიერ ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორების სცენარები. პირველი ვერსიით განიხილებოდა შიდა სახელმწიფო გადატრება, რომელიც თავიდანვე უარყოფილი იქნა ფაშინის პარტიაში არსებული ერთიანობის გამო. ასევე უარყოფილი იქნა იმპიჩმენტი. ბოლო ვერსიად ეკრანზე შეტევით და ყარაბაღის საკითხით უკმაყოფილების გამოყენება მასობრივი საპროტესტო აქციების გამორთვა, თუმცა ახლა უკვე ფაქტია, რომ ამ გეგმამაც არ იმუშავა. ასევე ვერ მოხერხდა ერთ ბლოკად რუსული ძალების გაერთიანება. კრემლმა მატრიოშკა ამოქმედა. მატრიოშკა კრემლის ქსელია და ის ბოტების და ტროლების კოორდინებული ანონიმური მედია საშუალებისგან შედგება, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან მასობრივ დეზინფორმაციულ კამპანიაზე. საინფორმაციო ინსტრუმენტი მოკლე ვერტიკალური ვიდეოებია, რომლებიც გამოსახულია რეპუტაციის მქონე მედია საშუალების და ორგანიზაციების ლოგოები და რომლებიც ერთდროულად ქვეყნდება X-ზე, Telegram-ზე, Blue Sky-ზე და დახურულ ჩატებში. ფეიქ ახალი ამბები, სკანდალური ინფორმაციების გამოგონილი ნარატივის გავრცელება, რეალური სახელებისა და ცნობადი ბრენდების გამოყენებით ხდება. დოსიეს ინფორმაციის სომხეთში მატრიოშკაზე კრემლმა იმაზე მეტი რესურსი დახარჯა, ვიდრე შეერთებული შტატების, გერმანიის და პოლონეთის არჩევნებზე. მოქმედება კი არჩევნამდე 8 თვით ადრე დაიწყო და ეს დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერიოდად ითვლება. სამი ყველაზე მარტივი მაგალითი. ფაშინელის ჯანმრთელობა გაუარესდა. მას აქვს რამდენიმე სახლი პარიზში და მას უკრაინელი ოლიგარქები აფინანსებენ. თუმცა ფაქტია, დახარჯული მილიონების მიხედვით მატრიოშკის მუშაობის შედეგი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. სომხეთის სახელმწიფოს, სომეხი ხალხის და ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ კრემლის კოორდინირებული მუშაობაზე საუბრისას შეამჩნევით ალბათ, რომ საქართველოს რამდენჯერმე ვახსენებ. ალბათ რაღაც პარალელები და მსგავსებებიც დაინახეთ. ბოლოსთვის გამოცემა კავკასიის ქრონიკების მასალიდან ერთი ამბავი შემოვინახე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის. ინფორმაცია, რომელიც გამოცემას რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლის სატელეფონო მიმოწერიდან ჩაუვარდა ხელში, გასული წლის არის. პროექტის განხილვისას საბელ კარაპეტიანი დოკუმენტში განხილულია სომეხ ივანიშვილად, იმ ქართველი მილიარდერის მსგავსად, რომელმაც მოახერხა ციტატა თავისი ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლა კონფლიქტის გარეშე. დოკუმენტის მიხედვით საბელ კარაპეტიანი უნდა ყოფილიყო ზეპარტიული ლიდერი, რომელიც მოახერხა მოწინააღმდეგე ოპოზიციური ძალების შერიგება გაერთიანებას. ამისთვის მას სხვადასხვა ლიდერებისთვის ახალ ხელისუფლებაში ადგილები უნდა შეეთავაზებია. რა ნაცნობი ამბავია. ოპოზიცია სჭირდება ერთიან დიდ ალიანსში გაერთიანდეს და ამ ფორმით მიიღოს მონაწილეობა 2026 წლის არჩევნებში. როგორც ეს მოხდა საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც სააკაშვილის პარტია მილიარდერ ივანიშვილის მეთაურობით გაერთიანებულ ოპოზიციასთან დამარცხდა. რაც გამოვიდა საქართველოში, როგორც ჩანს, არ გამოდის სომხეთში. არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა.